გამარჯობათ, ესე იგი მე ვარ კახა სეფაშვილი, წამოვიდნენ კომპანია iPlus და ჩვენ დღევანდელი პრესკონფერენცია შეეხება კონკრეტულად 3 თემას. პირველი ეს არის კომპანია iTechnic-ის დაუსაბუთებელი ბრალდებები ჩვენი კომპანიის მხრიდან. მეორე წარმოგიდგენთ ახალ ფაქტებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საპენსიო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონ ვალერიან ცერცაძის კავშირებს კომპანია iTechnic-თან და მესამე ჩვენი კომპანიის ამშობლოს iPlus-ის დამფუძნებელი ბატონ მამუკ ამარაშვილი გვერდთება ბრიუსელიდან და ის უშუალოდ ისაუბრებს მიზეზებზე, რამაც აიძულა რომ დაეტოვებინა საქართველოს. პირველი სანამუშაო ფაქტებზე გადავალთ, მინდა რომ გამოვეხმაროთ დღევანდელ კომპანია iTechnic-ის დამფუძნებლის ბექარ ნიკუჭაძის განცხადებას, რომელმაც დაგვადანაშაულა, რომ თითქოს ჩვენ გადავიღეთ სურათები, რომელსაც მთელი ქართული ინტერნეტი სივრცე მოიარა. თუ მოგეხსენებათ iTechnic-ში გაშთა ხანძარი და ისინი შემდგომ მათ ტექნიკა დაუსვევდათ და შემდგომ გააწყდეს, რომ ესე საჯარო სივრცეში გაეშოთ ტექნიკა. ჩემი აზრით პირველი იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს თანამშრომლებს ეს სურათი ნამდვილად არ გადავუღიათ, როგორც iTechnic იძახის, იმიტომ რომ კონკრეტულად ჟურნალისტებიც აშუქებდნენ ამ ფაქტს, მოიარა მთელი ინტერნეტ სივრცე, მაგრამ ისინი როგორც ყოველთვის ყველაფერზე იშვერენ ჩვენსკენ ხელს და ისეთ შთამბეჭდები მოჩება რაც უნდა დაშავდეს ყველაფერი არის ჩვენი ბრალი მათი თქმით. მაგრამ ჩემი აზრით სადაო ის კი არ არის კონკრეტულად ვინ გადაიღო ეს დასვენებული ტელეფონ ტექნიკის სურათები. ჩემი აზრით ჯერ იმაზე უნდა ვიდაოთ ეს დასვენებული ტექნიკა ჩამოიწერა თუ გაიყიდა ქართულ მომხმარებელზე. რატომღაც მე მაინც გქონია მეორე ვარიანტი. რომ ეს ტექნიკა არ ჩამოწერილა და iTechnic-მა ჩვეულებრივ მოახდინა მისი რეალიზაცია. სანამ ფაქტებზე გადავალთ, მინდა რომ ხაზი გაუსვა კომპანია iTechnic-ზე. თუ რას წარმოადგენს ეს კომპანია? აი საჯარო მონაწილეს წარმოგიდგენთ. კომპანია iTechnic-ი ანუ Green Apple Georgia-ს დამფუძნებლად გვევლინებიან ბატონი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი თავმჯდომარის მამა, ბატონი მურთაზ ცერცაძე და მისი ცოლის ძმა ბექარ ნიკუჭაძე. და ასევე ვალერიან ცერცაძის ამონაწერით ჩვენ ვიგებთ, რომ ვალერიან ცერცაძის მეუღლე მუშაობს კომპანია iTechnic-ში, როგორც გენერალური მენეჯერი და წელიწადში აქვს 100,000 ლარამდე ხელფასი. ასევე ფაქტი მაგალითად ის, რომ უშუალოდ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცაძე და მისი მეუღლე, მისი მეუღლის მეგობრები, ვალერიან ცერცაძის თანამშრომლები და ასევე მეგობრებიც ჩართული არიან ინტერნეტ სივრცეში. ბოლო 5 წელიწადია კომპანია iPhone Plus-ის წინააღმდეგ კამპანიებში. აი მაგალითად აქ სკრინი არის უჩათოდუა, რომელიც არის სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი ბიუროს ხელმძღვანელი და მაღალჩინოსანი და დღემდე მუშაობს ვალერიან ცერცაძისთვის. იქ წერს, რომ თითქოს ჩვენთან შეიძინა ტექნიკა, რომელიც არ აღმოჩნდა კარგი და იყო ქართულად წუნდებული. ძალიან ბევრი სკრინი არის, სადაც ირკვევა, რომ აი მისი მეუღლის მეგობრები ჩვენზე წერენ ნეგატივს ინტერნეტ სივრცეში. და რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის რთული დასაჯერებელია, რომ ვალერიან ცერცაძის დასაქმებული ან კომპანია iTechnic-ის თანამშრომელი ან თუნდაც მისი ცოლის მეგობარი გუშინ მოსულიყო iPhone Plus-ში შეეძინა ტექნიკა და დღეს დაეწერა, რომ აი ვიყავი შევიძინე ტექნიკა, მაგრამ არ შემიცვალეს. რაც შეეხება ახალ გარემოებებს, პირველი ეს მინდა გითხრათ, რომ ეს ვიდეო ამონაწილე არის iTechnic-ის სახალხო კლიპიდან, რომელიც გადაღებულია გუდაუთში 2014 წელს, სადაც ჩანს მანქანა, აი შავ პრადოზე მაქვს საუბარი, სახელმწიფო ნომრით GLL 101 და ვალერიან ცერცაძის მძღოლი. გადაღებული არის კომპანია iTechnic-ის კლიპში. აქვე მე ჩვენ მოგაჩვენებთ საბუთს, რომელიც გამოვიხორეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, სადაც ჩანს, რომ 2012 წლიდან მანქანა სახელმწიფო ნომრით GLL 101 არის სახელმწიფო ბალანსზე, კერძოდ საერთო სასამართლოების ბალანსზე არის. ანუ გამოდის, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადები და ჩვენი გადახდილი ხელფასები მიდის იქ, რომ იღება iTechnic-ის ესეთი კლიპები. ან ყოველივე ამის შემდეგ, თუ ეს ადამიანი ისე უარყოფს კავშირს iTechnic-თან, ის რომ მისი მამა, მისი მეუღლე, მისი მეუღლის ძმა ბიზნესში არის, ის ერთი დღე დადის ტაქსებით, თურითიც დადის და თავის მანქანას უქმნოს კომპანია iTechnic-ს და გადაიღოს სახალხო კლიპი და თუ ეს ყოველი დღე არადასტურებს ამ ადამიანის კავშირს iTechnic-თან, მაშინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საბუთი მაქვს, რომელიც გამოვითხოვეთ საჯარო რეესტრიდან. ეს არის იპოთეკის ხელშეკრულება, ხედავთ. 2016 წლამდე ვალერიან ცერცაძის, სააპელაციო სასამართლო ვალერიან ცერცაძის პირადი ქონება იყო დატვირთული იპოთეკით
კომპანია iTechnic-ის სასარგებლოდ. 2016 წლიდან, როცა მათ დაიწყეს ჩივილი სხვა სააგენტოებში ჩვენს წინააღმდეგ, უკვე იპოთეკარად გვევლინება მისი მამა ბატონი მურთაზ სერწოდი. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით გააბათილებს ყველა მათ არგუმენტს, როცა iTechnic-ი ცდილობს რომ საუბარი გადაიტანოს სხვა თემაზე, რომ თითქოს სასამართლოში არგუმენტები არ გვაქვს. ესე იგი, როგორც თქვენ გიხეთ, სასამართლოში გვედავებიან იმას, რომ ჩვენ თითქოს მათი Facebook-ი გავავუქმეთ ჰაკერული შეტევებით. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გამოკვლევა, თუ ვინ იდგა კომპანია iTechnic-ის უკან, იმიტომ რომ ჩემი აზრით დღეს იგივე მოსამართლეც და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე გამოუყენებია, ან იყენებს Facebook-ს და იცის Facebook-ის პოლიტიკა. აი აქ გვაქვს გაშვებული ეკრანზე Facebook-ისგან წერილი, რომელიც მიიღო iTechnic-მა, თუ რატომ გაუქმდა მისი გვერდით. კერძოდ 2015 წლამდე კომპანია iTechnic-ს დასახელება Facebook-ზე ჰქონდა iTechnic App Store თბილისი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ 5 წლის განმავლობაში ისინი ეწეოდნენ არაჯანსაღ კონკურენციას, ჩვენს მომხმარებლებს და სხვა მაღაზიის მომხმარებლებს უქმნიდნენ სრულ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ თითქოს მათი მაღაზია იყო App Store და დღეს ყველაფერს ამას გვაბრალებენ ჩვენ. და აქ ნათლად ჩანს თუ ვინ გაუქმდა და რატომ iTechnic-ის გვერდზე, ჩემი აზრით ამ კითხვაზეც ერთხელ და სამუდამოდ გასვემული არის პასუხი. ასევე დღეს უნდა გამოიხმო, რომ მათი დამფუძნების განცხადებას, რომ თითქოს ჩვენ უკანონოდ ვიყენებთ Apple-ის ლოგოს და დასახელებას და ასე შემდეგ. თქვენ ყურადღებათ მიაქციეთ, როდესაც ბექარ მიკუჭაძე საუბრობდა ტელევიზორში და ამბობდა, რომ ჩვენ Apple-ის ლოგოები მივიდია უკანონოდ მაღაზიაზე, მის უკან მაღაზიაში იყო ძალიან დიდი Apple-ის ლოგო. თავზე ეკიდა ძალიან დიდი Apple-ის ლოგო. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ არ კეთილსინდისიერ კონკურენციას მთელი ამ 5 წლის განმავლობაში, რასაც ჩვენ უნდა გვეჩივლა და დაღმა მოედავა შენ შეგჩესა ეს რაღაც გამოვიდა. და კიდევ ერთი ფაქტი, აქ გვაქვს ჩვენ წერილი კავკასუსის ონლაინისგან, იცით ალბათ ისინი ამბობენ, რომ თითქოს ჩვენ წავართ დასახელება, დომეინი დავარეგისტრირებთ და შემდგომ ამ დომეინზე განათავსებთ ვულკანები, უნიტაზები, ჭიკატები და ასე შემდეგ. ეს კავკასუსის ონლაინის წერილი, რომელსაც ასევე გადმოგცემთ, ნათლად ჩანს, რომ ჩვენი ეს დომეინი iTechnic-G დარეგისტრირებული გვაქვს 8 აგვისტოს, მხოლოდ 2 თვის შემდგომ iTechnic-ი არეგისტრირებს დომენს iTechnic-G. ახლა გეტყვით რატომ? თავიდან იყო ჩვენი კომპანია და კომპანია iTechnic-ი გახსნა ჩვენგან წასულმა თანამშრომელმა ვალერიან ცეფოძის ცოლის ძმასთან ერთად. და იქიდან გამომდინარე, რომ Apple-ის მოთხოვნა იყო, რომ არ ყოფილიყო დასახელებაში გამოყენებული iPhone Plus-ი, როგორც ერქვა ჩვენ შეკუსოს, ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი ორგანიზაციისთვის შეგვეცვალა სახელი და დაგვექმნათ iTechnic-ი. თუმცა, როგორც სხვა მარკეტინგულ აქტივობებში შემიძლია დავადასტურო, რომ ძალიან ბევრ რაღაცას მიიღებენ ხოლმე ჩვენგან. ალბათ აღარ დაიწყეს ფიქრი, თუ რა უნდა დაიწყოს მათი კომპანიისთვის, გამოაკლეს უბრალოდ უკვე არსებულ სახელს ერთი ასო, iTechnic-G და დაარეგისტრირეს დომენი. ამ მონაწილეობის მიხედვით კომპანია iTechnic-ი იყენებდა შპს-ის დასახელებად Green Apple Georgia-ს და მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ შეიცვალა შპს-ის დასახელება შპს iTechnic-ით. ეს ჩემი აზრით ადასტურებს იმას, რომ iTechnic-ი გამიზნულა და ეს 5 წლის განმავლობაში ეწეოდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, ეს ერთი და ასევე სანამ გვიჩვენებდნენ შეიცვალეს დასახელება და დაიწყეს აპერილება და მთავარი საკითხიდან თემის გადატანა იმაზე, რომ თითქოს აი ჩვენ დომეინი უკანონოდ დავარეგისტრირეთ და ვეწევდით არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ასევე ეხლა ხაზი არის ჩვენი დამფუძნებელი ბატონი მამუკა მარღიშვილი ბრიუსელიდან გვერდება და ისაუბრებს კონკრეტულ მიზეზებზე. თუ რატო რა მაიძულა მართლა დაეტოვებინა საქართველოს. ბატონო მამუკა სანამ დაიწყოთ რომ დაგვიდასტურო რომ ჩვენი ხმა გესმის. კი, მე კარგად ვისაუბრებ, თქვენ თუ გესმით ჩემს. კარგით, მაშინ ჟურნალისტებს გადავცემენ მიკროფონს შემდგომი შეკითხვებისთვის და ასევე გოგა გესმის, როდის დაიწყო საუბარი და კადრები კარგად აიღო. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. კომპანიის დატოვებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რამდენიმე მიზეზი არსებობს, ისმის ჩემით მოხო? კი, ისმის. რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანა დამეტოვებინა, რადგან უკვე ჩემი მარტყოფნა ადგილზე მქონდა ცოტა სარისკო იყო და ჩამოგიდგეთ შემდგომში რატომ და რა მიზეზები იყო ამისთვის, რა მიზეზები მქონდა ამისთვის. პირველ რიგში მინდა დავიწყო ორი ფაქტით. ჩვენ, როდესაც ეს უკანონობა დაიწყო ჩვენს
მიმართ ვალერიან ცერცოძე. ახლა ცდილობენ რომ გადაიტანონ ეს თემა და რაღაც დავებზე და რაღაც სხვადასხვა მეთოდებზე გადაიტანეს საუბარი უკვე და სხვა რაღაც თემებზე დაიწყეს საუბარი, მაგალითად როგორიც არის არაერთი კონკურენცია და ასე შემდეგ რაღაცნაირად ჩვენ ჩავხტონ რაღაც სისულელეებში და ამით გადაიფაროს ვალერიან ცერცოძის თემა, თუმცა მათ ეს არ გაუგოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ეს კომპანია არის ვალერიან ცერცოძის და ეს თელმა სასამართლომაც და მთლიანად სასამართლოში მისი ყველა მეგობარი მაღალჩინოსანი ჩართული არის ჩვენს დისკრედიტაციაში, რაც საგანგაშოა. ჩვენ ამის შესახებ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწრაფი რეაქცია. მან მაშინვე დაავალა პროკურატურას, რომ გამოიგლოთ ეს საკითხი, ასევე დაავალა იუსტიციის საბჭოს. თუმცა იუსტიციის საბჭოსგან მივიღეთ ჩვენ წერილი, რომ თურმე რაღაცა ეს ფორმაში არ გრძდება კარგად, რომ ისო სპეციალური ფორმა უნდაო და არ დაიწყეს საქმის განხილვა. ასევე ნინო გვიანეტაძე, სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენ ასევე მივმართეთ იმ უკანონობის ფაქტების გასწრებით ის უკანონობა, რაც ჩვენს მიმართ ხორციელდებოდა. ქალბატონმა ნინო გვიანეტაძემ ასევე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამათ პრემიერის მიმართვა და ქალბატონ ნინო გვიანეტაძის მიმართ გააერთიანეს და გადაუგზავნეს დეპარტამენტს. ეს დეპარტამენტი არის ახლა გავიხსენებ ეთიკის იუსტიციის საბჭოს ეთიკის დეპარტამენტს გადაუგზავნეს, რომლიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ არ განიხილება ეს თურმე ვერ განიხილება. და ჩვენ თავიდანვე ვიცოდით პრინციპში უკვე რომ ეს არ განიხილებოდა, იმიტომ რომ იუსტიციის საბჭოს ეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერიან გავაშელი, ვისაც დაევალა ვალერიან ცერცოძის საკითხის მოკვლევა, მისი ამბოხეში ჩარევებით სასამართლოში ეს უპრეცედენტო გაჩნდება, რომელსაც 1.600.000 დაგოდეს და გააჩერეს ჩვენი კომპანია. მე დღეს ვუსმინე რომ თურმე 1.600.000 არ ადევთ და იტყუებიან, რომ მე შემიძლია ბანკის სამლაწერი გაჩვენოთ, რომ 1.600.000 ადევს ჯერას და ასე ედება სანამ არ დასრულდება სასამართლო პროცესები. ამათო თვითონ მიმართეს თვითონ მე რადგან პიროდა ჩვენ მათ არ იცოდნენ რომ ჩვენ გავიგებთ ამას, რომ ვალერიან ცერცოძის ეს ბიზნესი და როდესაც ჩვენ ეს შევიტყვეთ მივარდნენ სასამართლოში და თვითონვე მოითხოვეს ამ 1.600.000 შემცირება. ოღონდ როდის მოითხოვეს იცით? როცა სასამართლო პროცესები დასრულდება. ანუ 1.600.000 ყადაღა დატოვეს ანგარიშზე, მაგრამ 1.600.000 აღარ გვედავებიან, 360.000 თუ რაღაცას გვედავებიან. ანუ არ ეთყობა ამდენი აღარ ვიზარალით, ახლა ამდენი ვიზარალით, ანუ პიროდად და ცოტა ეს 1.600.000 მათი აზრით. და გინდა ჩამოიყვანეს ახლა, მაგრამ ყადაღა კი დატოვეს 1.600.000 და დავის დასრულებამდე ესე იქნება. მაგრამ მოთხოვნა ჩამოწიეს 360.000 და უნდა ამით საზოგადოება შეცდომას შეიყვანოს, თითქოს 1.600.000 აღარ გვადებს. ჩვენ ისევ ყადაღა გვადებს 1.600.000 და iPhone Plus-ი არის გაჩერებული. ჩვენ iPhone Plus-ის პროდუქციის დიდი ნაწილი დავაბრუნეთ უკან მომწოდებელზე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ ვიმუშავებდით, ჩვენ 1.600.000 მოგხსენებათ, ვერავინ ვერ შეეგვერდს ამას ანგარიშზე, რომ ვერასოდეს ვერ შეეგვერდს ჩვენი კომპანია, შემდეგ ფუნქციონირება გააგრძელოს, იმიტომ რომ ეს თანხა ამის ნახევარიც არასდროს ყოფილა ანგარიშზე. ამ რაოდენობის ნახევარი ჩვენთან არ გროვდება ესე, რომ ერთიანად შეგროვდეს, ანუ ჯერ უნდა შეგროვდეს ეს ნახევარი, შემდეგ გააგრძელოს კომპანია ფუნქციონირება და ვინაიდან ეს ნახევარი ვერ შეგროვდება, ანგარიშზე ვერასოდეს შესაბამისად ფუნქციონირებასაც ვერ გააგრძელებს კომპანია. შესაბამისად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მე პირადად გამოვედი შემთხვევით ამ საქმიანობას, იძულებული გავხდი, მე ვეღარ ვაგრძელებ. ჩვენი კომპანია iPhone Plus-ი არის გაჩერებული, თუმცა მოვახერხე ის პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ შემდგომი რეალიზაციის გადახდის პირობით, რეალიზაციის შემდგომი გადახდის პირობით უკაცრავად. ესე იგი, ჩვენ დავაბრუნეთ ნაწილი უკან, ნაწილი კი გავყიდეთ მე პირადად და დროებით ვარ გაჩერებული კი არა, გავაჩერეს ალბათ სასამართლო პროცესები 2 წელი არ დასრულდება, iPhone Plus-ი ვეღარ იმუშავებს, ვეღარ ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, თანამშრომლები და რაღაც მევთხოვე, ვინც იყიდა ჩვენი პროდუქცია, რომ ჩვენი თანამშრომლები დაეტოვებინა და დატოვებდა კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან მადლობელი ვარ მე ჩვენი თანამშრომლების, რომლებიც ამდენი ხანია დაუღალავად და გულმოდგინეთ მუშაობენ კომპანიის განვითარებისათვის და მაინც პირველობა მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მთლიანად ჩართულია მთელი მისი ოჯახით ჩვენს დისკრედიტაციაში, ჩვენ მოვახერხეთ iPhone Plus-მა მოვახერხეთ ჩვენი თანამშრომლების წყალობით, რომ ჩვენ პირველი ადგილი გვაქვს ეს შენარჩუნებული. პირველი თუ არა, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი ადგილი სხვა ტექნიკის მაღაზიებთან მიმართებაში. მინდა გითხრათ, რომ ეს საუბრობთ იმ გვიანეტაძის და ქალბატონ ნინო გვიანეტაძის და ბატონი პრემიერ-მინისტრის დავალებაზე პროკურატურის მიმართ და ჩემი წამოქმნის მიზეზი ერთ-ერთი ისიც იყო, რომ იმის მაგივრად, რომ პროკურატურას დაიწყო მოკვლევა ვალერიან ცერცოძის საქმეზე. მოგესალმებით, ვალერიან გავაშელმა ვერ დაიწყო მოკვლევას, იმიტომ რომ გამოდგა ვალერიან ცერცოძის მეჯვარე და ვალერიან ცერცოძე გამოდგა მისი მეჯვარე ბავშვის ნაწილია და მეგობარი, ისინი 2005 წლიდან მოყოლებული ერთად ართმევდნენ ბიზნეს ხალხს
ვალერიან ცერცოდი და ვალერიან გავაშელი, ჩვენ გვაქვს ამისი ფაქტებიც, აგერ ახლა შემდეგ მოგცემთ თქვენ ტელეფონის ნომერს ბატონი რამაზ გაგნიძის, რომელიც შეხვდა ჩვენ და გვესაუბრა და მან გითხრა ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა, ამ შემთხვევაში მისგან გავიგეთ ეს ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენდა ვალერიან გავაშელი, ვინ იყო იგი ვალერიან ცერცოდისთვის, რომელი იყო მისი ბავშვის ნათქვამი, მისი მეჯვარე, მისი უახლოესი მეგობარი და მათ ერთად ორივე ვალერიან ცერცოდამ და ვალერიან გავაშელმა წაართეს ბიზნესი, ასე რა ქვია, უძრავი ქონება ბატონ რამაზ გაგნიძეს, რომელმაც ეხლა დაიბრუნა უტყუარი მტკიცებულების ფონზე დაიბრუნა ძლივს ეხლა ეს თავისი ქონება და ახლა მოგცემთ ამ ადამიანის ნომერზე შეგიძლიათ დაიკონტაქტოთ. ასევე ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ადამიანის და ინფორმაცია ჩვენ შევხვდით რა სხვა რამოდენიმე ადამიანსაც, რომელთაც ჯერჯერობით არ ისურვეს ამ ინფორმაციის გაჟღერება, თუმცა თვითონ აპირებენ მოხდეს მომავალ კონფერენციის გამართოს ამასთან დაკავშირებით შესაბამისად მე არ ვარ მათგან უფლებამოსილი რომ გავცე ის ინფორმაცია, თუმცა ისინიც ანალოგიურს აცხადებენ რომ ბატონმა ვალერიან ცერცოძემ ჩამოართვა მათ ქონება, წაართვა ქონება და მიისაკუთრა და მიითვისა. ამ შემთხვევაში ბატონმა რამაზ გაგნიძემ დაიბრუნა ეს ქონება, თუმცა ვერ დაიბრუნა სხვა ადამიანებმა ჯერჯერობით ვერ დაიბრუნეს ეს ქონებები. იგი 2005 წლიდან არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ეხლაც იგივე თანამდებობა შეინარჩუნა, როგორც ბატონმა ვალერიან ახვლედიანმა სახელი დამაგვიწყდა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა 2012 წელს ოცნება, ეს ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან ამერიკაში, შემდეგ დააბრუნეს და ისევ იგივე თანამდებობაზე მუშაობს. ახლა გეტყვით პროკურატურასთან დაკავშირებით. იმის მაგივრად, ეს ვალერიან გავაშელზე გასაგებია, რომ არ დაიწყო მოკვლევა და დაგვიბრუნა დოკუმენტები უკან, რომ ვერ დავიწყებ თუ ამ საქმის შესწავლასო, იმიტომ რომ რაღაც ფორმატში არ ჯდებაო. პროკურატურის ქმედებაც ნახეთ, ახლა პროკურატურა მის ნაცვლად რომ მოკვლევა დაიწყო და ვალერიან ცერცოძის კონტაქტები, ვალერიან ცერცოძის კავშირები და ვალერიან ცერცოძის ყველაფერი ის დადგენილი აიტექნიკთან, უნდა დაიწყო უკვე მოკვლევა სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე. თუმცა ნაცვლად ამისა, რომ ეს მოკვლევა დაიწყო ვალერიან ცერცოძის მიმართ, ჩვენთან შემოვიდნენ სულ 3-4 დღის წინ და მოითხოვეს ინვოისები, ანუ ამით გვანახეს ჩვენ, რომ თუ ჭკვიანთ აიქნებით, თქვენ კიდე რაღაცას იქნება ამოგიქეთ და იქნებ გიპოვოთო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპში 5 წელია ჩვენთან ზიან, მთელი საგადასახადო უკვე ორჯერ ისინი ჩვენთან და ვერაფერი ვერ იპოვეს, მაგრამ ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვაშინონ, ჩვენ გავაჩერონ და გავაჩინონ. ჩვენ გვინდა მიმართოთ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს იქნება ძალიან საგანგაშო ქვეყნისთვის, თუ დღეს iPhone Plus-ის ზეწოლა ამ კუთხით გაგრძელდა და გაგრძელდება ჩვენ აბსოლუტურად ყველა ევროპარლამენტარს ჩავაყენებთ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, არ იქნება ევროპაში დარჩენილი არც ერთი ევროპარლამენტარი, ვისაც არ ეცოდინება და არ გაიგებს რა გავიკეთეს ჩვენ, ვისია, ვინ მართავს საქართველოში ბიზნესს რეალურად, პრემიერ-მინისტრის ან არ უჯერებენ საერთოდ არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრის ასაკს, იმიტომ რომ პროკურატურას როგორც ჩანს არ აინტერესებს პრემიერი რას ამბობს, ან მეორე საკითხია პრემიერის ნათქვამი უკუღმა გაიგეს და იმას მიხედავთ ცერცოძეზე რომ უყურეს ჩვენ მოგხედეს და ჩვენთან დაიწყეს რაღაც ძიებები და მოკვლევები. აქედან გამომდინარე, როდესაც პროკურატურა, სასამართლო უკვე ესე ჩართული არის ჩვენ საწინააღმდეგო კამპანიებში და შემოვიდნენ ჩვენთან დაიწყეს ისევ რაღაცების კეფა იმის მაგათ რომ ვალერიან ცერცოძის წინააღმდეგ განსაზღვრული იყო საქმე, სისხლის სამართლის საქმე. აშკარა დანაშაულებებია ეს ადამიანი სახელმწიფო ქონებას, რომელსაც ჩვენ ფულს უხდით, ამას ყველა ჩვენთაგანი იმას უხდით, ამაში ფულს, რომ ის ავტომანქანები, რაც მას ემსახურება დღეს, ჩვენი ფულით არის ეს. როდესაც ის ვიზიტები დადის უცხოეთში და ძვირადღირებულ სასტუმროებში დადის, ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის ფულით არის ეს ყველაფერი, მაგრამ მათ არ ყოფილ ეს ბიზნესმენი არასოდეს არ ყოფილა. ეს ადამიანი არის უბრალოდ მიმთვისებელი. მას შეუძლია მიითვისოს ვიღაცას წაართას ქონება. ჩემი წამოსვლის მიზანი ის იყო, რომ აქედან მე თავისუფლად ვისაუბრებ. თემასთან არ შემეშიდება იმის, რომ ხალხ პროკურატურა რაღაცას ჩამიგდებს, თუმცა ამის ნაკლებად მოსაოდნელი იყო ეს რომ რაღაც ჩაედოთ, იმიტომ რომ ეხლა ნარკოტიკს ვერ ჩამიგდებდნენ, იციან რომ არ ვარ მომხმარებელი და ვინ დაიჯერებდა ამას. იარაღს ვერ ჩამიგდებდნენ, არც კრიმინალი არ ვარ და ვერც ამას ვერ დაიჯერებდნენ და ალბათ რაღაცას მოიფიქრებდნენ, ეხლა ისეთ რასაც დაიჯერებდა საზოგადოება და ამიტომ მაინც არის ყო ჩემი გაჩერება ეს ერთი და იმ ქმედებიდან გამომდინარე, რაც პროკურატურამ განახორციელა, ნაცვლად იმისა, რომ მოკვლევა დაიწყო. ვალერიან ცერცოძის წინააღმდეგ პრემიერის დავალების შემდეგ დაიწყო ჩვენი კომპანიის მოკვლევა. აი ახლა ასეთ პირობებში როგორ უნდა გავჩერებულიყავი მე კიდევ მან და დავალდებულიყავი ხვალ, როდის მოვიდოდნენ და ალბათ რაღაცას კიდევ გამიკეთებდნენ, გამიჩარიჩებდნენ, ნუ დამიჭერდნენ ან რაღაცას მოიფიქრებდნენ. შესაბამისად აქედან მე არ მექნება ეგ რა ქვია დაყოლება, მე შემიძლია თანამად ვისაუბრო ყველა თემაზე და ყველაფერზე, ჩვენ არ გავჩერდებით, საბოლოოდ ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ და მივიყვანთ ბოლომდე ასევე მე ჩვენ დავეხმარებით ყველა იმ ადამიანსაც,
ვინც ასე დაზრალდება ჩვენი ქვეყნის სასამართლოების თუ პროკურატურის და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან. თუ შეკითხვები იქნება თქვენი მხრიდან, სიამოვნებით მოგისმენთ. შეკითხვები ისმის კი ბატონო ერთი წამი. თუ შეიძლება რომ წარმოადგინოთ კანონი ნათია გოგიძე გაზეთი ქართული სიტყვა. ასეთი შეკითხვა მაქვს. პეკინის ნომერ 17-ში მაღაზია iPhone-ი თქვენია, ხო? პეკინის 11 ნომერში არის მაღაზია iPhone Plus-ი, რომელიც იყო ჩემი, მე ვიყავ დამფუძნებელი iPhone Plus-ი, თუმცა iPhone Plus-ი მოგესალმებით აღარ ფუნქციონებს, მე გავუკიდე დავაბრუნე პროდუქციის დიდი ნაწილი უკან, ადაგის შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ პროდუქცია გქონდა ნაყიდი შემდგომი გადახდის პირობით, ან როდესაც გავყიდით, შემდეგ უნდა გადაგვიხადა თანხა, მაგრამ ამას ვეღარ გადავუყიდით, იმიტომ რომ 1,600,000 დაედო გადაღადა პროდუქცია, სვისი პროდუქცია რო გაგვიყიდით და ჩვენ ამ ანგარიზე ვერ მოხდებით, ეს თანხა ფიზიკურად გამორიცხული იყო, რომ ჩვენ ამ ადამიანებისთვის თანხა გაგვესპურებდნენ. შესაბამისად პროდუქცია დაუბრუნდით უკან. ნაყიდი პროდუქცია და რაც დაგვშა პროდუქცია, რასაც არ ედო ყადაღის ქვეშ, რაც არ მოეცა, გავკიდეთ და რადგან ფიზიკურად კომპანია ფუნქციონირებას ვერ გააჩერებდა, ვერ გააგრძელებდა. ეხლა დაგროვილი ვალი ყოველდღე ერიცხება 13,000 ლარი საურავი და მინდა გითხრათ სახელმწიფოს ვალი და სახელმწიფოს ვალი გვიდევს ჩვენ ანგარიზე სახელმწიფოს გადავიხადოთ ეს თანხა ანგარიზე დებს iPhone Plus-ის, თუმცა ამ თანხას ვერ ვიხდით იმის გამო, რომ გადაღადებს სასამართლოს ვალერიან ცეცხლაძის უგროების მთავრობა Plus და თვითონ არ მიაქვს თავისი ფული. ბატონო, ლოგოს დემონტაჟი დაგევალათ თქვენ, ხო? ლოგოს დემონტაჟი დაგვევალათ, ჯერ დაევალა iTechnics ლოგოს დემონტაჟი, მაგრამ ისინი ყოველთვის ჩვენ გაბრალდებენ თავის რაც მათ დაევალათ, ჩამოახსნევენ ეს ლოგო და ზუსტად 2 საათში. ყურადღება მიაქცევთ, ზუსტად 3-ჯერ ჩამოახსნევენ ეს უკვე ლოგო, 3-ჯერ. განსხვავებით ჩვენგან, 3-ჯერ ჩამოახსნევენ ეს ლოგო და 3-ჯერვე 2 საათში დაკიდეს. აქედან ჩანს მათი კანონის მიმართ დამოკიდებულება. ისინი მათთვის კანონი არაფერია, ისინი კანონს ფეხქვეშ თელავენ. იმიტომ რომ რაც არ უნდა დააშავონ, რაც არ უნდა ჩაიგდნონ, მაგერ თვითონ არიან, ხო სასამართლოს თავმჯდომარე, მთელი სასამართლო მის ხელში არის ფაქტიურად. ძალიან დიდი გავლენა აქვს და მე შემიძლია თუ ბატონ რამაზ გაგნიძე შეხვდებით, ჩამოგიწვით ალბათ ყველა მოსამართლეს უფრო კომპეტენტურია 6 წელი დაუდგა ადამიანი და ზუსტად იცის მისი კავშირები და მისი გავლენა აქვს უდიდესი მთელ სასამართლოებზე. და შესაბამისად ახლა არ გვევენ კანონს შეუძლებელი და მათი სტილი და მათი ეს ხელწერა ყველგან ჩანს, რომ მათ გაკეთებულ ყველა დანაშაულს გვაბრალდებენ ჩვენ. აგრეთვე ჩვენ ფაქტების კონსტელაცია გვაქვს მან. სადაც ჩანს რომ სადაც ინტერნეტ სივრცეებში რაღაც იწერება ჩვენზე, ყველგან არის მის თანაშმოვანი ვიძახიან რომ iPhone Plus-ში ვიყიდეთ ტექნიკა და გაგვიბუჭდა, მე დავაკონსტატირეთ ფაქტების კონსტატაცია გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანები ვინც ამას იძახიან, 99% არიან iTechnics თანაშმოვანი. ჩვენ მან გვაქვს ფოტოშოპის ეგ დოკუმენტაცია, ახსნილობის ეროვნული ბიუროს მიერ არის ჩატარებული ფაქტების კონსტატაცია, რომ ეს ადამიანები მოლაპარაკობენ, რომ ტელეფონი გაიმჩნდა ამავდროულად მუშაობენ iPhone Plus-ში, ეს გამოვიკვირეთ, ეს ფაქტები დავადასტურეთ, დავამტკიცეთ და აქ ვიდეოს ახლა შეგიძლიათ გაიცნოთ. ეს კამპანია მიმდინარეობს მთელი 5 წელი, ვალერიან ცეცხლაძის ოჯახით, მისი ცოლის მეგობრები, ყველა მეგობარი აბსოლუტურად, თუ ვინმე წერს iPhone Plus-ზე რაღაცა ცუდს, ნახავთ 99% ნახავთ, რომ ეს არის გვანცა მიკუჭარის ვალერიან ცეცხლაძის მეუღლის მეგობარი, ან ვალერიანის მეგობარი, ან ორივეს ერთად მეგობარი. ბატონო მამუკა, თქვენ და თქვენი ლოგოს რაც შეეხება აი მინდა ისე აქ მინდა კიდევ ვკითხოთ, ეს მომხმარებლის ლოგოს ვიპარაკობთ ის ადამიანი, რომელსაც თავად უყურია თავზე ლოგო, რომელიც 3-ჯერ ჩამოახსნევინა ახსნილობის ეროვნულ ბიურომ. მაგრამ აი თქვენ წარმოიდგინეთ, რა უტიფარია ადამიანი და რა უსირცხვილო ადამიანი, რომელიც თვითონ 3-ჯერ ჩამოახსნევს ლოგო და ჩვენ გვეუბნება, მაგრამ ჩვენ მთელი სამი თოქმა ჩამოხსნილი ლოგო, მაგრამ დაკიდეს ახლა ახალმა კომპანიამ, რომელსაც მე გადავყიდე პროდუქცია უკვე. დაკიდა ის ლოგო, იმიტომ დაკიდა, როგორც მე მითხრე და გავიგე, იმიტომ დაკიდა, რომ iTechnics არ ემორჩილება კანონს, კიდევ 3-ჯერ მოახსნევიდეს, 3-ჯერ დაკიდეს და ადრე იმათაც დაკიდეს უკვე ლოგო. ეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ხო არ გულისხმობდა? მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას არ გულისხმობდა, გეტყვით ახლა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას გულისხმობდა ის, რომელიც iTechnics ეხლაც აქვს ეს ლოგო და შეყავს მომხმარებლის შეცდომაში, მინდა გითხრათ, პირდაპირ თავზე უკიდია და ლოგოს წინ ლაპარაკობს ამას, თან ვიძახის რომ BGI-ს მიმართეთო და ნახეთ მოდით მიმართეთ ამ BGI-ს და იკითხეთ, არ შეიძლება რომ იკითხოთ, ამით ხო დასტურდება ეს მათი სრულპენტელობა, ხო? ხო დაადასტურებთ ძალიან მარტივად, ხო იძახის თვითონ ადამიანები მიმართეთ BGI-ს და ნახავთ iPhone Plus-ს უჩივიან თუ არა, მიმართეთ BGI-ს და ნახავთ ვის უჩივიან. ნახავთ რომ iTechnics 3-ჯერ მოახსნევიდეს ლოგო და 3-ჯერ დაკიდა 2 საათში. მხოლოდ 2 საათი უნდა მოხსნილი. აქედან დასტურდება მათი კანონის მიმართ დამოკიდებულებას, აქედან დასტურდება მათი სრულპენტელობაც, რომ თავის დანაშაულს მათი სტილია ეს, რომ თავის დანაშაულს რაც შეიგნეს აბრალდებენ სხვას. გარდა ამისა, ჩვენგან განსხვავებით
მთელი 5 წლის განმავლობაში შეყავდათ მოხარული შეცდომაში, მათ Facebook გვერდზე, რაზეც ახლა გადავაგებდეს 1.600.000 გადაგვარდეს. მე მგონი რაც საზოგადოება სულელი გონიათ ალბათ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ რეპორტი არის დანაშაულში მთლება. ანუ ჩვენ დავარეპორტეთ ეს გვერდი არ უნდა, თუმცა ეს საიდუმლოა და ისინი ვერც გაიგებენ, ჩვენ ვარ თქვათ და არ ვაგეო რომ დავარეპორტეთ, მაგრამ დავარეპორტეთ, როდის საკეთ იყო გვერდის დარეპორტება და დანაშაულში მთლება დანაშაული. და როდის საკეთ შეიძლება ამაზე ზარალი დაითვალო და როდის საკეთ შეიძლება მე რომ მოსამართლე ეს დაიჯეროს და ეს წარმოვიდგინეთ რომ მოსამართლე ისეთი არა პროფესიონალი და არაადეკვატური კომპანიის არაადეკვატური იყოს რომ ესე დაადოს ყადაღა კომპანიას 1.600.000-ის რომ გვერდი დავარეპორტეთ თურმე ჩვენ და ეს დაიჯეროს მოსამართლე